ახლა ვიმყოფებით პრაღის საერთაშორისო აეროპორტში და უნდა ავიღოთ ბილეთები, რადგან შეძლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობა. ქალაქში მოსახვედრად ვაცლავ ჰაველის სახელობის პრაღის საერთაშორისო აეროპორტიდან მიდის 59 ნომერი ავტობუსი, რომელსაც უნდა გაყვეთ გაჩერებამდე ვალესლავ. შემდეგ კი გადახვალთ მეტროს ხაზზე და წახვალთ სასურველი მიმართულებით. ზოგადად, პრაღის სატრანსპორტო ქსელი ძალიან კომფორტული და სწრაფი საშუალებაა ქალაქის ნებისმიერ ადგილზე მოსახვედრად. გამგზავრებამდე დაგჭირდებათ გადახდეს აპარატი, რომლის მეშვეობითაც იყიდით მგზავრობის ბარათას. აპარატები დგას როგორც აეროპორტში, ასევე მეტროს სადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში. სამგზავრო ბარათი უნდა გაააქტიუროთ შესაბამის აპარატში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მისი მოქმედების დროის ათვლება. იყიდება სხვადასხვა დროის ლიმიტიანი ბარათები. 72 საათიანი ბარათის ფასია 300 ჩეხური კრონა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 12 ევრო ნახევარს უტოლდება. 1 საათიანი ბარათის ფასი კი 40 კრონაა, რაც არის 1 და 60 ცენტი.